How ახლოს მოვიდეთ ყველა. I'll come around, but I'm here. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. მინდა პირველ რიგში მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რასაც აკეთებთ. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ შევამჩნიეთ, რომ ეს ყველაფერი მარტივი საერთოდაც არ არის. ჩვენ ვართ სტუდენტები, რომლებიც გადავედით პროტესტის რეჟიმზე და ჩვენს უნივერსიტეტში, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვატენებთ ღამეს. პირველ რიგში მინდა ყველა ბათუმელს გადავუხადო მადლობა, ვინც გუშინ მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტად გვიცხადებდა თანადგომას. მინდა გადავუხადო ყველა უნივერსიტეტს, რომელმაც გამოგვიცხადა სოლიდარობა და დღეს ილია უნი, როგორც ბსუ, ჩვენთან ერთად გაათენებს ღამეს უნივერსიტეტში. ჩვენ რა თქმა უნდა აუცილებლად დავუბრუნდებით ისე უნივერსიტეტში, მაგრამ ერთი რამ მინდა გითხრათ და დაიმახსოვრეთ. რატომ ვიწყებთ პროტესტს უნივერსიტეტიდან? ვიწყებთ, რადგან ყოველთვის ახსოვს ბათუმს, რომ იწყებოდა პროტესტები ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან. დღეს ჩვენი უნივერსიტეტი სამწუხაროდ იქცა ქართული ოცნების შტაბად, სადაც რექტორი დადის პარტიულ ღონისძიებებზე, სადაც იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ღიად და მკაფიოდ აჩვენებს თავის სტუდენტებს თავის პოზიციას და ცდილობს პროტესტი ჩაახშოს ახალგაზრდებში. ჩვენ გვახსოვს გაზაფხულის აქციები. ის ხალხი არსად არ წასულა, ისევ ჩვენთან ერთად არიან. უბრალოდ თითოეული ჩვენგანის მხარდაჭერა ჭირდებათ. დღეს რამდენიც ვართ, ხვალ ორჯერ მეტი ვიქნებით და ჩვენი პროტესტი გაჩნდა ჩვენს ქალაქს, მოედო მთელ საქართველოს და დღეს მთელი საქართველო ვაპროტესტებთ ერთად იმ წართმეულ არჩევნებს, იმ წართმეულ მომავალს, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ მიითვისა. მინდა გითხრათ, რომ ვხედავთ ბევრ მხარდაჭერას სოციალურ ქსელებში, მაგრამ მინდა ამ მეგობრებს მიუმართო, დროა ქუჩებში გამოვიდეთ, დროა ერთად დავდგეთ, დროა სოლიდარობა გამოუცხადოთ ერთმანეთს, სოლიდარობა გამოუცხადოთ ამ ღირსეულ სტუდენტებს, ღირსეულ ახალგაზრდებს, რომლებიც ღამეს ატევენ უნივერსიტეტში და საკუთარი დროის ჯანმრთელობის ენერგიის ფასად იბრძვიან საქართველოს ევროპული მომავლისთვის. ეს ბავშვები არიან ღირსები, რომ მთელი ბათუმი გამოვიდეს და შემდეგ დღეებში დადგეს უნივერსიტეტთან. ეს პროტესტი დღეს არ მთავრდება. ჩვენ ამაზე მეტნი ვიქნებით, ამაზე ძლიერები ვიქნებით და როცა ვიგრძნობთ იმ გადამწყვეტ მომენტს, როცა ყველა ერთად უნდა ვიდგეთ ჩვენი მომავლის სადაროჯოზე, აუცილებლად გავერთიანდებით და გადავარჩენთ ჩვენს მომავალს. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ და მინდა ერთი თუ მიიღებთ რჩევად დავალებად მოგცეთ, რომ ყველამ მაქსიმალურად უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ ის გაწმილებული ადამიანები, რომელთაც მოპარეს არჩევნები, ისევ მოვიყვანოთ ბრძოლის ხასიათზე. დღეს ბრძოლა აუცილებელია და არავის არ შერჩება გაყალბებული მოპარული არჩევნები. ჩვენ ვიბრძვით ერთმანეთის მომავლისთვის, საკუთარი მომავლისთვის, იმ ხალხის მომავლისთვისაც, ვინც საკუთარი ხმა ლარებში გადაცვალა, იმ ხელისუფლებისთვისაც ვიბრძვით, რომელმაც ქვეყანა რუბლებზე გაყიდა, მაგრამ ჩვენ აუცილებლად გადავარჩენთ ამ ქვეყანას მათთვისაც და თქვენნაირი ღირსეული ადამიანებისთვისაც. მადლობა და თქვენგან მინდა ტაშით პირობა დადოთ, რომ შემდეგში თქვენ იქნებით პასუხისმგებლები იმაზე, რომ ჩვენი პროტესტი უფრო მასშტაბური გახდეს. მადლობა.